ქართული ეკლესია, რომელიც სწორედ ილია მეორის პატრიარქობის ეპოქაში გახდა ყველაზე პატივსაცემი ინსტიტუცია, ავტორიტეტის ზრდასთან ერთად იყო წლიდან წლამდე უფრო და უფრო მძიმე ბრალდებების და თავდასხმის სამიზნე. ის რაც გლოვის დღეებმა ასე მძაფრად აჩვენა, სამწუხაროდ სიახლე არ ყოფილა. არქივი ბევრ მძიმე ამბავს ინახავს. ლევან ფოჩქუაგი ამბობთ. მიზანში ამოღებული საქართველოს ეკლესია და უწმინდესი ილია მეორე. ოპოზიციური პროპაგანდის ბრალდებები საქართველოში ყველაზე სანდო ეკლესიის მიმართ წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდებოდა. პატრიარქ ილია მეორის, ისევე როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების მთელ კასკადს სატელევიზიო არქივთან ერთად სოციალური ქსელიც ინახავს. მე ჩავთვალე, რომ მან ჩვენ უბრალოდ ვიღალა და გაიქცა პატრიარქი, რომის ადგილი კარიხო. რომელიც არგულს შემადგენლობდა საქართველოს დამოუკიდე ამაშია თელისა. სამწუხაროდ დღევანდელი პატრიარქი ილია მეორე და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით, რაც მათ შერჩენილი აქვს სინოდში, ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების და იმდროინდელი სასულიერო წოდების. ეს მაშინ, როცა ილია მეორემ ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარა. თავისივე სიტყვებით ასახული იმდროინდელი რეალობა რადიკალურად შეცვალა და რწმენა დაკარგული ერი საკუთარი პატრიარქობის პირობებში ეკლესიისკენ მოაბრუნა, მაგრამ როცა გარე კარნახი შინაგან განწყობას ემთხვევა, მაშინ რელიგიაც ბრძოლის აპრობირებული მეთოდია. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს ყავს პიდარასტის მამაცვალული ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს. არც ზოგადად იმ ინფორმაციას ჩავუვდივარ შოკში, რომ სამღვდელობას შორის შესაძლოა ჰომოსექსუალები იყვნენ. რა თქმა უნდა არიან. ორი ადამიანია ამაზე პასუხისმგებელი. ერთი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე არის პატრიარქი. აპოკალიფტური მხეცი, რომელსაც კურთხევა სამწუხაროდ მიცა პატრიარქმა. ხელისუფლებას ხვერპლია ეკლესიასთან მიმართებაში, საპატრიარქოსთან მიმართებაში. თანმედროვე რომ ვიაზრებთ ვის მიერ არის მართული და ვისი წლობით ყოველ კვირას ქადაგებებში ნაგროვებით, წვეტებით, ბოროტებით არის ამ ხალხის ტვინები გამორეცხლი. სარწმუნოების წინააღმდეგ მიმართული კამპანია არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ სატელევიზიო ეთერებშიც კამპანიურ ხასიათს ატარებდა. მზადდებოდა კლიპები, მიმართვები, პერფორმანსები, სადაც ხალხის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ მილიონობით ადამიანის რწმენას. Შეამჩნევდით, რომ დღეს სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს. ჩვენ საპატრიარქომ არ უნდა გმართოს. ასე ევროპულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ზაღლათი დანიშნული თანამოსაყდრეთ რუსეთის აგენტი, ასევე ის კაცი, არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია. თავარ პასუხისმგებლობას ვაკისებ ილია მეორეს ამ ქვეყნის შეფერხებისთვის, ამ ქვეყნის საპატრიარქოს დაბნელებისთვის. და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი, პატრიარქის სავარძელში მჯდომი, ამ ერთი ფოტოთი, რომელიც მის რელიგიურ შეხედულებებს აშიშვლებს და სააშკარაოზე გამოაქვს. ეკლესიას რაც შეეხება, საკმაოდ რთული სიტუაცია. ამის მიზეზი კი გახლავთ დღეს პატრიარქის სისუსტე. იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია შეძლებს პროქართული, პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსულის. ვინ ვის გვერდით დგას და ვის უპირისპირდება პროპაგანდისტთა მცირე ჯგუფი ეს ამ მძიმე დღეებში ყველაზე კარგად გამოჩნდა. სწორედ ამას გულისხმობდა უწმინდესი და უნეტარესი, როცა ამ სიტყვებს ამბობდა და როცა გაცემული სიყვარული საქართველოს მოსახლეობამ უკან დაუბრუნა.